და ფესტივალი ერთ-ერთი მთავარ როლს ატარებს საქართველოში ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციაში. ჩვენ ერთგვარი ფორმა შევიმუშავეთ, რადგან თავიდან გასაგებია რომ პოლიფონიური სიმღერები თქვათ ისეთივე მოსასმენი არ არის როგორც თანამედროვე მუსიკა, ასე რომ ადგენმა ეს ბოლო უკვე 17-18 წელიწადია ეს მიმდინარეობა ერთმანეთს შეურწყა და თანაბრად არის მსმენელი როგორც ფოლკლორზე, აი ასევე თანამედროვე მუსიკაზე. ჩვენ ვართ მეხუთე თაობა იმ ანსამბლისა, რომელიც 100 წლის წინ ზუსტად ჩამოყალიბდა თელავში. მე პატარა ვიყავი, როცა არტგენი დაფუძნდა 20 წლის წინ, მგონი 20 წლის იუბილე ჰქონდათ შარშან. და თითქმის ყოველ წელს ვიღებ მონაწილეობას და ესეთი პერიოდია და ისეთი თავისუფალი გარემოა. რომ აი ძალიან სახალისოა და ჩვენ შემოქმედებას ვაცნობთ დაინტერესებულ ხალხს. 많은 관객들이 일단 모였다라는 거는 그 음악에 대한 관심이 있다는 거니까 그 부분이 부럽고 그 음악을 사랑하는 그분들의 마음을 느낄 수 있었던 것 같아요. 저를 다시 돌아보게 되고 약간 성찰의 시간? 좁은 시야, 좁은 세상에서 내 음악만 하면서 살아왔구나. 안სამბლი ჩაკრულო თელავიდან შერეული გუნდი ანდრო სიმაშვილი ანდრო პაპა 91 წლის ასაკში ჩაგვიყოფებოდა და ეს ბიჭები იმისი გაზრდილები არიან და თელავში სიმღერა გუგუნებს გავაცილოთ დიდი პაში ჩაკრულო თელავში ქართული ფოლკლორი არის პირველ რიგში ის, რომ ქართულ ისტორიას, ქართულ ტრადიციებს ატარებს ეს ქართული მუსიკა, რომელსაც შეუძლია რაღაცნაირად ქართული ტრადიციები მელოდიაში და სიმღერების ტექსტში გადმოცეს და მგონია, რომ ქართული ტრადიცია, ქართული სული და ქართული რაღაცა წესჩვეულებები ყველაზე კარგად ზუსტად ქართულ ფოლკლორში და ქართულ მუსიკაში შეიძლება რომ გადმოიცეს. საქართველოში პოლიფონია ყველაზე ძვირფასი არის, რაც გაგვაჩნია და ძალიან გვაფრთხილდებით ამ ყველაფერს. თითოეული ბგერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოგვწონს თითოეული ქართველის შემოქმედება და მოღვაწეობა ამ 그 축제 현장에서 이렇게 쭉 보시면서 좀 느끼신 점도 많으실 것 같아요. 사실 이날 갔을 때 날씨가 좋지 않아서 비가 내리고 있더라고요. 네, 사람들이 여기 다 꽉 찰까라는 생각이 들었는데 축제 시작하기 전에 정말 갑자기 언제 비가 왔냐는 듯이 관객분들이 일단 저렇게 꽉 차 있었고 그들의 문화를 사랑하는 그 마음, 자기 문화에 대한 자부심 그런 것들을 느낄 수 있었던 것 같아요. 안나 씨, 이 영상으로 만나본 아트젠 축제가 조지아 안에서도 좀 많이 알려져 있나요? 엄청 유명해요. 이거는 아트젠은 2004년부터 시작되었고 옛날 그 전통 문화랑 현대 예술을 같이 즐길 수 있는 행사라서 젊은 사람들도 많이 참여하고 외국 분들도 와서 많이 보시고 막 그래요. 그래서 조지아에서 되게 유명하고. 네.